მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი მოვლენა. ვიქტორიას სიკრეტის შოუ 2025 წელს ბრუკლინის სტაინერ სტუდიოსის გრანდიოზულ სცენას დაუბრუნდა. ლეგენდარული ანგელოზების დაბრუნების, ახალი სახეებისა და რა თქმა უნდა მოდელ კენდალ ჯენერის მოულოდნელი არყოფნის ფონზე წლის მთავარი მოდური სანახაობა ბოლო დღეების ყველაზე განხილვადი თემა გახდა. წლევანდელი სცენური იმიჯების შექმნა ინდუსტრიის საუკეთესოებს, ცნობილ სტილისტ ჯავარა ვაუჩოპსა და ლეგენდარულ ვიზაჟისტ პეტ მაკგრატს დაევალათ. მათი მიზანი იყო დაებრუნებინათ ტრადიციული ბომშელის სტილის სექსუალურობა, თუმცა უფრო რბილი და თანამედროვე აქცენტებით. გუნდმა უარი თქვა ერთფეროვნებაზე და წარმოადგინა მრავალფეროვანი ვარცხნილობები, დახვეული თმიდან სრულიად სწორამდე, რაც სტილისტის თქმით ნამდვილი სილამაზის გამოხატულებაა. სანამ პოდიუმზე დები ჯიჯი და ბელა ჰადიდები ვეტერან მოდელებთან, ალესანდრო ამბროსიოსა და ადრიანა ლიმასთან ერთად ბრწყინავდნენ, ყველას ყურადღება სხვა რამისკენ იყო მიმართული. კენდალ ჯენერი, რომლის დებიუტიც ვიქტორიას სიკრეტის შოუზე 2015 წელს შედგა, წელს არც პოდიუმზე გამოჩენილა და არც მაყურებელთა რიგებში ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯენერს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მიზეზები როგორც ჩანს აშკარაა. ის ბოლო პერიოდში ნაკლებად არის ფოკუსირებული სამოდელო კარიერაზე. შოუს დღეებში ის ტეხაში იმყოფებოდა, სადაც საკუთარი ტეკილას ბრენდის პოპულარიზაციით იყო დაკავებული. ბიზნეს ინტერესების გარდა კენდალს წარსულში სცენაზე გამოსვლის შიშზეც უსაუბრია. 2019 წელს მან ელქან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დიდი დრო დასჭირდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიშის დასაძლევად.